საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებმა საქართველოში განხორციელებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმებზეც იმსჯელეს შეხვედრა, რომელიც წუხელ ლისაბონში შედგა. მოგვიანებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასე შეაფასა, რაც პრეზიდენტის თანამდებობაზე ვიმყოფები, ასეთი ნაყოფიერი კვირა არ მქონია. ნატოს სამიტზე ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას გეგმა დაამტკიცეს, რომელიც ევროპისთვის ახალი გაფართოებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნას გულისხმობს. ეს შეთანხმება ბარაკ ობამასთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება გახდა, რადგან ბოლო კვირაების განმავლობაში ობამამ შიდა პოლიტიკაში მარცხი განიცადა. ნატო თავისუფლების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ფასეულობების უპრეცედენტო გაერთიანებაა. სამყარო იცვლება. ჩვენ ახალი საფრთხეებისა და პრობლემების წინაშე ვდგავართ. ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიხედვით, მსოფლიოსა და ჩვენი უსაფრთხოების დაცვის საქმეში ნატო უფრო ეფექტური გახდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ახალი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შექმნა ყველა მოკავშირის ჩართულობას გულისხმობს და 21 საუკუნის საფრთხეებს პასუხობს. გეგმის დამტკიცება კი იმის მანიშნებელია, რომ მსოფლიო საკუთარი მოქალაქეების დასაცავად მზად არის ყველა საშუალება გამოიყენოს. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნაზე შევდახვდით, რომელიც საკმაოდ ძლიერი გახდება იმისთვის, რათა მთელი ევროპა დაფაროს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი თავდაცვის სტრატეგიის ახალ კონცეფციაზეა დაფუძნებული, რომელიც შარშან წარვადგინე. სტრატეგია ყველა ჩვენი მოკავშირის ჩართულობას გულისხმობს და თანამედროვე საფრთხეებს პასუხობს. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთთან მუშაობას ამ სფეროშიც განვაგრძობთ, რადგან ვაღიარებთ, რომ საერთო საფრთხეები გვაქვს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადისლავ სიკორსკის განცხადებით, ის ნატოს სტრატეგიული კონცეფციით კმაყოფილია. მოხარულები ვართ, რომ ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია მივიღეთ. სტრატეგია ჩვენს პრობლემებსა და მოსაზრებებს ითვალისწინებს. კერძოდ კი მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საჭიროა ყველა მოკავშირის ტერიტორიების დაცვა, ხოლო თავდაცვითი კავშირი ერთიანი უნდა იყოს. ჩვენ ასევე ახალ საფრთხეებს უნდა გავუმკლავდეთ, როგორებიცაა ტერორიზმი ავღანეთში, კიბერსაფრთხეები და სხვა. საწყის ეტაპზე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაში პოლონეთის მონაწილეობას სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ახლა თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ბარიერი გადავლახეთ. სამიტის დროს ორმხრივი ოფიციალური შეხვედრებიც გაიმართა. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს ხოსე სოკრატოს და ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ბოგ რასმუსენს შეხვდნენ. რასმუსენი ნატოს სამიტზე ლიდერებს მიესალმა და განაცხადა, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის მთავარი მიზანი მეტი ეფექტურობა გახდება. რასმუსენის განცხადებით, ნატომ თანამედროვე საფრთხეებისგან მსოფლიო უნდა დაიცვას და გლობალური პარტნიორობის პრეცედენტი შექმნას. ლისაბონში ნატოს სტრატეგია მივიღეთ, რომელიც შემდგომი 10 წლის განმავლობაში ალიანსის ქმედებებს განსაზღვრავს. ნატო უფრო ეფექტური გახდება ვიდრე ოდესმე. ჩვენ თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტურ საშუალებებს განავითარებთ. ვითანამშრომლებთ პარტნიორებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სტრატეგიული პარტნიორობის მიზნით რუსეთთან ურთიერთობას ხელახლა დავიწყებთ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას მიესალმა. თუ რუსეთი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ უფრო ცივილური გახდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ცივილური თავისი მეზობლების მიმართაც იქნება. მიგვაჩნია, რომ შემდეგ ეტაპზე რუსეთი საერთაშორისო მიდგომებში უფრო მოდერნიზებული და ცივილური გახდება, რაც სარგებლობს რუსეთის მეზობლებსაც მოუტანს. მის მეზობლებს შორის ყველაზე დიდი პრობლემები სწორედ ჩვენ გვაქვს. თუმცა პრობლემების დიდი დიაპაზონი ყველა მეზობელ ქვეყანას გააჩნია. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ რუსეთი უფრო პოზიტიურ როლს ითამაშებს. ნატოს სამიტზე ავღანეთის თემაც განიხილეს. ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატების გეგმა დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც ავღანეთიდან ნატოს ჯარების გასვლა და ამ ქვეყნის მთავრობისათვის უსაფრთხოების კონტროლის გადაცემა სავარაუდოდ 2014 წელს მოხდება. თუმცა პენტაგონში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ძალების ნაწილი ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩება.